არის ხატი. რატო იყო ამაზე კამათი საერთოდ ეკლესიის ისტორიაში 2 წუთი მინდა დაუთქვა ამას. იმიტომ რომ ისინი ვინც ძირითადად წინააღმდეგობდნენ, ასე ვთქვათ, ხატთაყვანისცემას, ამბობდნენ ასეთ რამეს, რომ ქრისტეს განკაცება შეუძლებელია ვინმე დაწეროს როგორც ხატი მისი საიდუმლო ამ განკაცების. მაგრამ ამავდროულად ისინი ჩიხში შედიოდნენ თუ ის ფაქტი, რომ ქრისტეს განკაცების საიდუმლო, უბრალოდ ღვთისძის განკაცების საიდუმლო, რომელიც გახდა იესო ქრისტე განკაცების შედეგად, შეუძლებელია ხატწერაში გამოიხატოს, ასევე შეუძლებელია სიტყვიერადაც გამოითქვას მისი განკაცების საიდუმლო სიღრმე. მაშინ დავქნათ ახლა მთელი ღვთისმეტყველება უარყოთ, სახარება დაიწერა უარყოთ, ანუ თვითონვე შეიყვანეს მოწინააღმდეგეებმა ხატთაყვანისცემის თავისთავად ჩიხში. და თითქოს ესეთ უხერხულ კითხვებს უსვამდნენ მათ, ვინც ემხრობოდა ხატთაყვანისცემას. პატივმიგებით, რა თქმა უნდა, ამას ხაზს უსვამ, რომ ვის განასახიერებთ თქვენ, როდესაც უღლის ხატი იწერება ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, გამოდის ესე იგი თქვენ გადათაყვანისმცემლები ხართ, იმიტომ რომ მხოლოდ ადამიანურ ბუნებას სცემთ თაყვანს. ღვთაებრივის გამოხატვა ხო და დახატვა ხო შეუძლებელია დაწერა. ხო და მაშინ ვინც ხატთაყვანისცემას უჭერდა მხარს, მათ პასუხის ასეთი რამ. ჩვენ არ განვასახიერებთ ცალკე არც ადამიანურ ბუნებას და არც ღვთაებრივს. ჩვენ განვასახიერებთ ქრისტეს პიროვნებას. და არანაირად ეს არ არის მისი პორტრეტი. როდესაც ქრისტეს ხატს ვუყურებთ, ჩვენ გონებრივად დავდივართ მის პიროვნებასთან, მის პიროვნებაზე გავდივართ ამით და არა ერთ-ერთ ბუნებაზე, ასე ვთქვათ. ეს იყო ქრისტოლოგიური კამათის მხარები, რომლის სიღრმეებში ახლა ჩასვლა ცოტა რთული იქნება ალბათ შევეხოთ, მაგრამ თავარი რადგან მინდა ხაზი გავუსვა ის რომ არავითარ შემთხვევაში ხატი არ არის სურათი და პორტრეტი. ეს ბევრმა ასე ვთქვათ თეოლოგიური განათლება ვისაც არ აქვს იმ პროტესტანტმა არ იცის და ბევრმა იეჰოვას მოწმეებმაც არ იცის რომ ხატი პორტრეტი არ არის. ხატი არის პიროვნების განმასახიერებელი რამ. ეს აუცილებელია რომ ვიცოდეთ.